მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო, ყველას, ვინც პატივს მცემთ და მისმენთ ყურადღებით, გულდასმით, გულითადად დიდი მადლობა და ჩაიარა ხო 2025 წლის სამაგისტრო გამოცდებმა და ახლა მე შემოგთავაზებთ 2025 წლის რაოდენობრივი მსჯელობის პირველი ვარიანტის პირველი 7 ამოცანის ამოხსნას და იმედია რაღაც ქულებს მოაგროვებდით. თუმცა ჩემი აზრით არც ისეთი ადვილი ამოცანები არ იყო და ძალიან მარტივი გამოცდა არ ეთქმოდა ამას, ლოგიკისთვის ჯერ არ გადამიხედავს, თუმცა ცოტა ხანში მაგასაც ვიზავ. პირველი, ფესვი 13-ზე მეტი და ფესვი 54-ზე ნაკლები სულ რამდენი მთელი რიცხვი არსებობსო. ფესვი 13 არის დაახლოებით 3 და რაღაცა, იმიტომ რომ 3-ის კვადრატი არის 9 და 4-ის კვადრატი არის 16, ხო, ესე იგი 3 რაღაცაზე მეტი საუბარია რაზე? უკვე 4, ხო? 4-დან ვიწყებთ. და ფესვი 54 რა არის? ხა, ფესვი 54 7-ჯერ 7 ხო 49 არის. ხო და 8-ჯერ 64-ია. ანუ 8-მდე ვეძებთ რა, ესე იგი ფესვი 54 იქნება, 7-ჯერ 7 ხო 49 და ფესვი 54 არის 7 მთელი რაღაცა. ანუ რეალურად საუბარი იქნებოდა ამათ შორის გამოჩხერილ რამდენიმე რიცხვზე, ეს იქნება 4, ეს იქნება 5, ეს იქნება 6 და ეს იქნება თავად 7 რა. მიხვდი რატო? იმიტომ რომ ფესვი 13 ხო არის 3 მთელი რაღაცა. და მაგაზე მეტი პირველი მთელი რიცხვი არის 4, მერე 5, მერე მაგის კვადრატი 25, 6-ის კვადრატი 36 და 7-ის კვადრატი 59 და ეგ არის რა ბოლო მთელი რიცხვი, იმიტომ რომ მაგის მერე უკვე 8-ის კვადრატი მოდის, რაც უკვე ფესვი 64-ია, ხო? ანუ 64-დან ფესვი უკვე 8 არის და ამიტომ 4 იქნებოდა აი აქ სწორი პასუხი რა. ხო. კაი, შემდეგ აბა ხეხილის ბაღში ატმის ხეების რაოდენობა ხეების საერთო რაოდენობის 1/6 ნაწილს შეადგენს, მსხლის ხეების რაოდენობა ხეების საერთო რაოდენობის 1/4 ნაწილს, ხოლო ყველა დანარჩენი ვაშლის ხეა. ბაღში ხეების საერთო რაოდენობის რა ნაწილს შეადგენს ვაშლის ხეების რაოდენობა. რა ვიცი, მე ყველაზე მარტივ ხერხს ესე ვხედავ, სულ ხო არის დარგული ერთი მთლიანობა ხეებისა რა. და ერთს რო გამოვაკლოთ 1/6 და კიდე გამოვაკლოთ 1/4 რა. ანუ ერთ მთლიანობას ჩამოვაკლოთ ატმის ხეების რაოდენობა და ჩამოვაკელი მსხლის ხეების რაოდენობა, გააერთმნიშნელიანე და მიიღებ ვაშლის ხეების რაოდენობას ყოველგვარი x-ების და ფილოსოფიის გარეშე დამატებით მნიშვნელი აქ 12 იქნება, რადგან 1/1 იგულისხმება, 12 გავყავთ 6-ზე იქნება 2 და 12 გავყავთ 4-ზე იქნება 3 და ეს იქნება რა, ეხა 12 - 2 - 3 და ეგ არის შენი 7/12 ნაწილი ყოფილა ვაშლის ხეების რაოდენობა. მე ესე მესმის ამ ტესტის ამოხსნა ყველაზე მარტივი და ლაკონური ხერხით. კლასის თითოეული მოსწავლე 2 უცხოურიანიდან ინგლისური ფრანგული სწავლობს მინიმუმ 1. სამასთან ფრანგულ ენას სწავლობს კლასის 8 მოსწავლე, ხოლო ინგლისურ ენას კლასის 15 მოსწავლე. ამ პირობებში ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს ამ კლასის მოსწავლეთა საერთო რაოდენობას. რა არიცი, წრიული დიაგრამებით შეგეძლო ამოგეხსნა. შესაძლებელია ეს ორი ერთმანეთს საერთოდ არ კვეთდეს. ანუ აი აქ მაგალითად ფრანგულს French დავწეროთ. სწავლობდეს 8 მოსწავლე, როგორც ამას ავტორი გვეუბნება, ინგლისურს სწავლობდეს 15 მოსწავლე და მათ ერთმანეთთან კვეთა საერთოდ არ ქონდეთ. ანუ მინიმუმ ერთს ხო სწავლობს. ხო, ვიღაცას კითხავ, კი, მე ინგლისურს სწავლობ, ვიღაცას კითხავ, შენ რა სწავლობ, მე ფრანგულს სწავლობ, მაგრამ არავინ არ გამოჩნდება ისეთი, ვინც გეტყვის ორივეს სწავლობო რა. ხო და მაგ შემთხვევაში კლასში გაიყო რა ეგ ორიენტირი და გამოვა 15 + 8, ანუ
23 მოსწავლე შესაძლებელია არსებულიყო ამ კლასში რა, რომელთა ამ კლასში საერთოდ არ იქნებოდა ისეთი მოსწავლე, რომელიც ორივე სწავლობს. სამაგიეროდ გამართლებულია ის სიტყვები, რომ მინიმუმ ერთს მაინც სწავლობს, არა, ან ინგლისურს, ან ფრანგულს უეჭველი და 23 მოსწავლე შეიძლება არსებულიყო. ეხლა შეიძლება მეორე რაღაცაც მოხდეს. ყველა ვინც სწავლობს ფრანგულს, სწავლობდეს ამავე დროს ინგლისურსაც. ანუ აი აქ ჩავწეროთ French და ეს ხო არის 8 მოსწავლე, არა? და სულ იყოს 15, რომელიც ასევე სწავლობს ინგლისურს. და რა გამოვიდა? ნახე, ყველა ვინც ფრანგულს სწავლობს ინგლისურსაც. მაგრამ ყველა ვინც ინგლისურს სწავლობს, ფრანგულს კი არ სწავლობს. მაგრამ ჯამში რამდენი მოსწავლე გამოვიდა? 15 მოსწავლე გამოვიდა ამ კლასში. უბრალოდ იმ 15-დან 8 ადამიანია ისეთი, რომელიც ინგლისურსაც ისწავლის და ფრანგულსაც რა. გესმის ხო რისი თქმა მინდა. და შემდეგი იყო ცოტა რთული გამოსაცნობი. ნახე, უნდა ჩამოვწერო რა, ვარიანტი არ მაქვს 1 2 3 4. ცოტა bear with me, როგორც არის ინგლისურად ნათქვამი, ცოტა ხანი მოიცადე. 9 10 11 12 13 14 15. რას ვაკეთებ, იცი? 20 მოსწავლეზე ვაპირებ განვიხილო შესაძლებელია თუ არა. ხო, სწორად მიწერია 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20. ეხლა 20 კაცი რო ყოფილიყო კლასში, რამდენად შეიძლებოდა ეგეთი რამე მომხდარიყო? შეიძლებოდა მომხდარიყო, იმიტომ რომ აი ეს პირველი აი ეს ხალხი და აი ეს პირველი 15 ისწავლიდა რას? ინგლისურს, ხომ ასეა? და უკნიდან წამოვყვეთ ეხლა და მასე შევკრათ ადამიანები, ვინც ფრანგულს ისწავლიან. 1 2 3 4 5 6 7 8. და ნახე რა გამოვიდა? 1 2 3 4 5 უნიკალური მოსწავლე გამოვიდა, ვინც მარტო ფრანგულს სწავლობს. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 მოსწავლე გამოვიდა, რომელიც მარტო ინგლისურს სწავლობს და 3 მოსწავლის თანაკვეთა აღმოჩნდა, რომელიც ინგლისურსაც ისწავლის და ფრანგულსაც. ანუ ეგ არის რა რეალურად? ეგ არის უკვე თანაკვეთა დიაგრამების, წრიული დიაგრამების. თუ სიტყვაზე ინგლისურს სწავლობს 15 მოსწავლე და ფრანგულს სწავლობს სიტყვაზე 8 მოსწავლე, აი აქ რო ყოფილიყო თანაკვეთა, ესე იგი 3, ძალიან ჩვეულებრივია შესაძლებელი რომ 20 დასვა, იმიტომ რომ ინგლისურის მცოდნეებს დამატებული ფრანგულის მცოდნეები და გამოკლებული მათი თანაკვეთა, ანუ იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ორივეს ფლობს, იქნება 23 მინუს 3 და კლასში 20 მოსწავლე რო იყოს, ეგეც შესაძლებელია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მარტივი ამოცანა. ესე ადვილია, ხო, რომ ისმენ, მაგრამ აბა მიდი, აბა გამოცდაზე თუ გააკეთე, მაგარი ხარ. თუ არა, არა უშვებს. ცხოვრება გრძელდება. შემდეგ მოცემულია 2, პირველი და მეორე წრე. ცნობილია, რომ პირველი წრის ფართობი 1 დეციმეტრ კვადრატის ტოლია, ანუ შეადგენს. წრის ფართობი ეხა გამოიანგარიშება ფორმულით πr კვადრატი, ხო? წრის ფართობი უკვე ტოლი ყოფილა 1-ის. ანუ s-ი რეალურად πr კვადრატი უკვე 1-ის ტოლია. ხოლო მეორე წრის რადიუსი 2.1/3 მეტია პირველი წრის რადიუსეო. რას გვეკითხებიან? იპოვეთ მეორე წრის ფართობი. ეს ხო არის პირველი წრე. ეხლა მეორე წრის ფართობი იქნება იმდენი, რამდენჯერაც გაიზარდა რადიუსი, ოღონდ კვადრატში აყვანილი რა. ანუ პირველი წრის ფართობი ხო არის 1. და რადიუსს რამდენადაც გაზრდი, იმდენჯერ ისახება ფართობზე რა. და რადიუსი ხო არის
2.1 ჯერ მეტი პირველი წრის რადიუსზე. ესე იგი, პირველი წრის რადიუსი მე მესმის, რომ არ ვიცით, მაგრამ რამდენია უშუალოდ რადიუსი, მაგრამ არა უშავს. ნახე, რაც არ უნდა იყოს, ეს მეტობა, ხო, მაინც აისახება ნამრავლზე. მოდი ჯერ 2.1 ჯერ მეტობა წარმოვადგინოთ 2.1 არაწესიერ წილადად გადავაქციოთ 2.1 რო გადავაქციოთ არაწესიერ წილადად 3 გამოვარავალთ 2-ზე მივუმატოთ 1 ეს არის 7/3 და მეორე წრის რადიუსი ხო არის მაგდენჯერ ანუ 7.2 ჯერ მეტი პირველი წრის რადიუსზე ესე იგი პი ორივეგან 1-ია რა თქმა უნდა პი იქნება და მეორე წრის რადიუსი იქნება 7/3 აყვანილი კვადრატში და მაგდენჯერ მეტი იქნება ფართობი რა. ვები როგორი რაღაც არის. რაც არ უნდა იყოს რადიუსი ის აუცილებლად გამრავლდება 7/3 კვადრატზე, ანუ მაგდენჯერ მეტი არისო მეორე წრის რადიუსიო, ხო და რეალურად მარტო ამის კვადრატი გვაინტერესებს რა და შესაბამისად დაჯდება ფართობი რა. და 7/3 კვადრატი ესეთი რაღაცა რო ავიყვანოთ იქნება 59/9 გამოვყოთ მთელი ნაწილი აქედან 49-ში 9 მოთავსდება 5-ჯერ 5-9 45 ნაშთში დარჩა 4 და 5.4 დეციმეტრ კვადრატი გამოდის მეორე წრის ფართობი. ანუ რეალურად რადიუსზეც კი არ არის ეს ამოცანა, უბრალოდ რადიუსი ხო რაღაცაჯერ მეტია და რაღაც რადიუსმა ხო შექმნა ერთიანი რა უკეთრო გითხრა და ამდენჯერ მეტი რადიუსი კიდე შექმნის ერთჯერ აი ამ სიდიდე ფართობს რა. მივხვდი რისი თქმა მინდა. სიტყვაზე აქ რო ყოფილიყო 2 პი კვადრატი უდრის 2-ს, მაშინ ფართობს გადაამრავლებდი, ანუ 2-ს გადაამრავლებდი ამაზე და ეგ იქნებოდა რა. ანუ 5.4 გამოდის რა ამ შემთხვევაში, ხო? კაი, აბა შემდეგ. 4 საამქროში ერთი და იმავე ტიპის საავიაციო დეტალები მზადდება. დიაგრამაზე მოცემული ამ საამქროებში ერთ-ერთი დღის განმავლობაში დამზადებული დეტალების რაოდენობა თანაფარდობა. ამდენი დეტალით მეტი დაამზადა ამ დღეს ნომერ 4 საამქროში, ნომერ 2 საამქროსთან შედარებით, მეტი დეტალი დამზადდა მეოთხეში მეორესთან შედარებით, თუ ცნობილია, რომ ამ დღეს პირველ საამქროში დამზადდა 12 დეტალით მეტი, ვიდრე მესამე საამქროში. Ну, პირველი საამქრო აწეულია რამდენზე? 1, 2, 3, 4, 5-ზე, ხო? და მეორე საამქრო, მესამე საამქრო არის აწეული 1, 2-ზე. ესე იგი, 1, 2, 3, 3 ნიშნულაკი ქმნის 12 დეტალს, ხო? და ჩვენ გვაინტერესებს მეოთხეში მეორესთან შედარებით რამდენჯერ მეტი დამზადდა და რამდენით მეტი, ხო? დამზადდა და ნომერ მეორე საამქრო არის აწეული რამდენზე? 1, 2, 3 და მეოთხე არის აწეული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. ანუ რეალურად 8 3-ზე ხო არის 5-ით მეტი. ესე იგი 5 ნიშნული ნამატი წარმოადგენს რამდენი დეტალით მეტს და x-ი უდრის დიაგონალური წევრების ნამრავლი 5 × 12 გაყოფილი გვერდით დგომ წევრზე და ეს იქნება 60 გაყოფილი 3-ზე, ანუ 20. და 20-ით მეტი გამოვა რა. კარგი, შემდეგ გუნდში 7 კალათბურთელია, მათგან მხოლოდ 3 არის 2 მეტრზე მეტი სიმაღლის. გუნდის მწვრთნელმა ამ 7 კალათბურთელიდან უნდა შეარჩიოს 5 კალათბურთელი ბოდიში. ანუ უნდა შეარჩიოს ეგრეთ წოდებული სასტარტო ხუთეული, ისე რომ მათ შორის იყოს 2 მეტრზე მეტი სიმაღლის ზუსტად 2 კალათბურთელი. ასეთი შერჩევის სულ რამდენი ერთმანეთისგან განსხვავებული ვარიანტი
არსებობს. ხო, კაი, მოკლედ, ორი წყობა კი არა და ორი შერჩევა უნდა განვიხილოთ რა. წყობა კიდე სხვა ფორმულა არის. CNM-ის ფორმულაც არსებობს ზოგადად კომბინატორიკაში, ეს სფეროა კომბინატორიკის, მაგრამ მაგის გარეშეც ამოიხსნება. ნახე, სამი ტიპი გვყავს 2 მეტრზე მეტი სიმაღლის და მაქედან რამდენი უნდა გაერიოს ამ სასტარტო ხუთეულში. მათ შორის უნდა იყოს 2 მეტრზე მეტი სიმაღლის ზუსტად ორი კალათბურთელიო. ესე იგი, ვარჩევთ 3-დან 2-ს, არა? 3-დან 2 არის 3. დაიმახსოვრე, რომ რა რიცხვიდანაც არჩევ, თუ ერთით ნაკლებს არჩევ, პასუხი ისაა, რამდენიდანაც არჩევ. ანუ იქნებოდა 1, 2, 3 ხო გაქვს სიტყვაზე, აქედან 2 სამორჩევის რა ვარიანტები გაქვს? 1, 2, 1, 3, 2, 3, არა? და შემდეგ 7 კალათბურთელი ხო გყავს. 3 ხო იყო 2 მეტრზე მეტი და ამ 7 კალათბურთელიდან რეალურად რამდენი კალათბურთელი დაგრჩა, რომელიც არის ან 2 მეტრის სიმაღლის, ან უფრო ნაკლების. დარჩა 7 მინუს აი ეს 2 მეტრზე მეტიანები, ანუ 4. 4 დარჩა, ვინც არ არის 2 მეტრზე 2-ზე მეტი სიმაღლის, ესე დავწერთ ხო მარტივად. და ეხლა ხო ყავს ამორჩეული 2 კანდიდატი, არა? და ხუთეული რო შევავსოთ 4-დან, ხუთეული რო შევავსოთ 4-დან უნდა ამოირჩეს რამდენი აკლია ამ 2-ს. 3-დან 2 ხო ამოვარჩიეთ 2-ზე მეტი სიმაღლის. რამდენი აკლია რომ ხუთეულამდე გადავქაჩოთ. 4-დან უნდა ამოირჩეს 3 კაცი. სპორტსმენი. ხო, ვინც არ იქნება 2 მეტრზე მეტი. ეგ რა არის? 1, 2, 3, 4-დან ამორჩევის 3 ვარიანტი, ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს. 4-დან 3, 4-ია რა, ანუ 1, 2, 3, 1, 2, 4, 1, 3, 4 და 2, 3, 4 და ესე იგი რა შეიქმნა? შეიქმნა ვარიანტები, 3 ვარიანტი გადამრავლებული 4 ვარიანტზე და არის 12 რა სწორი პასუხი. ისაა კომბინატორიკის მასტერკლასი. შენიშვნაში ეწერა 2 სასტარტო ხუთეული განსხვავებულია მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა ერთ-ერთ მათგანში არის ერთი მაინც ის კალათბურთელი, რომელიც არ არის მეორეში, ეგ ნათელია ისედაც. საერთაშორისო წვეულება სტუმრები გადანაწილებულნი არიან რესტორნის პირველ და მეორე დარბაზებში, თითოეული სტუმარი ერთ მაგიდასთან ზის. ცნობილია, რომ პირველ დარბაზში იმდენივე მაგიდაა, რამდენიც მეორე დარბაზში. პირველში იმდენივე მაგიდაა, რამდენიც მეორე დარბაზში. მაგალითად, თუ პირველ დარბაზში x მაგიდაა, მეორეშიც x მაგიდაა. პირველ დარბაზის თითოეულ მაგიდასთან 4 სტუმარი ზის, რამდენი მაგიდაა, არ ვიცით, ამიტომ პირველ დარბაზის თითოეულ მაგიდასთან 4 სტუმარი ზის შეიძლება აისახოს როგორც 4x, ხოლო მეორე დარბაზის თითოეულ მაგიდასთან თუ 5 სტუმარი ზის, შეიძლება აისახოს როგორც 5x, 5 სტუმარი გადანაწილებული x რაოდენობის მაგიდასთან. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს წვეულებრივი სტუმრების საერთო რაოდენობას. შეკრებ რა ამას და მიიღებ 9x, ხო? 9 სტუმარი გადანაწილებული პირობითად რაღაც რაოდენობის მაგიდებზე. და ეგ უნდა უდრიდეს, ანუ 4x პლუს 5x, ანუ რეალურად 9x უნდა უდრიდეს ერთ-ერთ აქეთ ჩამოწერილ რიცხვთაგან და 9x ნიშნავს, რომ მაგიდები მრავლდება 9 სტუმარზე. ანუ 9-ზე გაყოფის წესი გვაქვს ჩვენ მათემატიკაში, ალგებრაში და 9-ზე იყოფა ის რიცხვები, რომელთა ციფრთა ჯამი იყოფა 9-ზე. პირველში ციფრთა ჯამი არის 7, მეორეში ციფრთა ჯამი არის 1 პლუს 2 პლუს 5 8 და ეს არის 1 პლუს 3 პლუს 5 არის 9 და 135 სტუმარი თუ იქნებოდა, ისინი თანაბრად გადანაწილდებოდნენ და მივიღებდით რამდენ მაგიდას? 1 და 15 მაგიდა იქნებოდა რა და 4 სტუმარი დაჯდებოდა, ხო? თითოსთან და
5 სტუმარი თითოსთან რა. ხო, 145-ში 10 არის და 155-ში, ნუ ცხადია, არ იყოფა ეს რიცხვი 9-ზე. აი ეს არის პირველი 7 ამოცანის ამოხსნა და სწორი პასუხი, იმედია რაღაც ქულებს მოაგროვებდი. თუ არა, პირადად ჩემგან დიდი ბოდიში, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ, უბრალოდ ძალიან ოსტატურად შედგენილი ამოცანები იყო. ვერ იტყვი, რომ ძალიან მარტივი, მაგრამ ეგაა რაცაა რა. აბა დანარჩენებსაც ცოტა ხანში ჩაგიწერ ცოტა. ეხა მეორე ვარიანტს ავტვირთავ და მე ნელ-ნელა მოგაწვდი რა. 2-3 დღე დამჭირდება იმისთვის, რომ ყველაფერი ზუსტად გითხრა რაში რა არის სწორი პასუხი. კაი, აბა დროებით და მადლობა და წარმატებები.